ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სულია საქართველო ამინ. დღეს თქვენთვის ალბათ ცოტა უჩვეულო იყო, თქვენ სიტყვას ამითი დავეწყებთ, რომ სამარიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, რომლებმაც ქართული მელოდიის, ანუ ქართული გალობის მელოდიაზე, რა თქმა უნდა რუსული ტექსტით შეასრულეს ჩვენს წირვაზე მსახურობდნენ, თანამსახურობდნენ და ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვში, რაღაცა თავიანთი კონცერტი აქვთ, მაგრამ ითხოვეს, რომ თუ შეიძლებოდა რომ ქართულ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღოთ აი ამ წირვაში და ჩვენს რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდით, რა თქმა უნდა ყველა სტუმრისთვის ჩვენი კარი ღია, როგორც ყოველთვის ქართველებს ეს არასდროს არ უნდა შეგვეჯალოს და დღევანდელ დღეს მოვისმინეთ ასეთი რამ, რომ ქართულ მელოდიაზე, ქართული გალობის მელოდიებზე რუსული ტექსტი გვესმოდა მოკლედ ეს გალობა და მე მინდა მადლობა გადავხატო მათ, რომ თქვენი სახელითაც, რა თქმა უნდა და от имени нашей церкви я хочу вам сказать спасибо, что вы с нами были сегодня. Спасибо, Господи, всех. Была прекрасная служба, прекрасно вы пели все. Спасибо вам. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, შემოძვირფასებო, მე გუშინ საღამოთიც თქვი ორიოდე სიტყვით რა არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული და შევეცდები ცოტა რამ კვლავ ამაზე გითხრათ, იმიტომ რომ ეს დღესასწაულის დღეები გრძელდება და ასევე გითხრათ ორიოდე სიტყვით დღევანდელი სახარების შესახებ. ცოტა მინდა ყველაფერს შევეხო, არ ვიცი როგორ გამოგვივა ეს ამბავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ისტორია ესეთია, რომ მიიყვანეს 3 წლის ღვთისმშობელი ტაძარში მოგეხსენებას და მან სიხარულით აირბინა ეს საფეხურები, რომელთაავლაც ზრდასრულ ადამიანებს უჭირდათ და მაშინდელ ტაძარს ჰქონდა ესეთი მონასტრული ტიპის დღევანდელ დღეს ალბათ ყველაზე უფრო მეტად ამას შეეფერება. თქვენ ალბათ გინახავთ მონასტერი, რომ მის ირგვლივ შეიძლება შენობები იყოს, თქვათ ეკლესიის ირგვლივ შენობები იყოს, სადაც საცხოვრებლებია განთავსებული ან მამათა, ან დედათა და საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ადრე ესე იყო, რომ ერთ მხარეს მამათა მონასტერი იყო, მეორე მხარეს დედათა მონასტერი, ცალ-ცალკე არ იყო ეს, ყველაფერი ერთად იყო ხოლმე, მაგრამ რატომ მერე ესეც დაცალკევდა და ცალკეა მამათა, ცალკე დედათა და აი ესეთივე სტრუქტურა ჰქონდა ძველი აღქმის აი ამ ტაძარს. ერთი იყო ტაძარი და მას ჰქონდა ესე ირგვლივ შემოვლებული სახლები, სადაც ადამიანები, რომლებიც აღთქმას დებდნენ, ნაზორეველობაზე ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს ძველი აღქმის ჩათვალეთ აღთქმა დადებული, ანუ ბერობისთვის რომ აღთქმას დებენ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ესეთი ადამიანები არიან, რომლებიც ცხოვრობდნენ აი ამ ტაძარს, ემსახურებოდნენ და ესეთივე იყვნენ ქალებიც, რომლებიც ესეთივე აღთქმას დებდნენ, ან შეწირული იყვნენ, თავის თავს წირავდნენ აი ამ ტაძარს და მთელი ცხოვრება ესე ქალწულებაში და ტაძრის მსახურებაში ატარებდნენ. მაგრამ ერთია რომ ვიღაც ამას გადაწყვეტს, როდესაც დასრულია და როდესაც მისი შემეცნება აბსოლუტურად, ესე იგი გასაგებია, რომ მას ეს უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა და მიდის ამ ნაბიჯზე, მაგრამ მეორეა, როდესაც 3 წლის ბავშვი მიყავს შენახ და 3 წლის ბავშვი როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა უცხო გარემოში წადი და დარჩი, ბაღში მაინც ხო დაგიტოვებია თქვენი შვილები და იქ რა სცენებია, ხო გინახავთ, რომ ცალკე ბავშვი ტირის და ცალკე დედა და ცალკე მასწავლებელი და შენ წადი და მე დავშე, მთელი ამბებია ხოლმე და ბავშვი როდესაც თვითონ ამას გადაწყვეტს, ეს რა თქმა უნდა ღვთაებრივი სასწაული იყო და გადაწყვეტილება, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეწირული იყო ამ ტაძრისა, მაშინვე გამჟღავნდა, როდესაც ბავშვმა თვითონ აირბინა ეს კიბეები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მეორე სასწაული იყო, როდესაც მღვდელმთავარი მას ამ კიბის თავში შეეგება და წმინდათა წმინდათაში, ანუ საკურთხეველში შეიყვანა, ნიშნად იმისა, რომ კიდობანი, რომელიც დაკარგულია და აღარ არსებობს, მათთვის აღარ არსებობს, რეალობაში არსებობს, მაგრამ სად არის არ იციან, აი ამ კიდობნის მაგივრობას ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გაწერს მომავალში. ეს იყო წინასწარმეტყველება, საწინასწარმეტყველო სულით აივსო ეს მღვდელმთავარი, რომელმაც იხილა, რომ კიდობანში რა იდო? ღვთის სიტყვა და ეს ღვთის სიტყვა ეხლა დაიდება და ჩაიდება სწორედ აი ამ ადამიანში, რომელიც ეხლა აი ამ კიბეებზე ამორბის და წინასწარმეტყველმა ეს უკაცრავად მღვდელმთავარმა ეს დაინახა საწინასწარმეტყველო სულით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამიტომაც შეიყვანა იქ, სადაც კიდობანი უნდა ყოფილიყო, სიტყვის შემნახველი უნდა ყოფილიყო.
ამიტომაც ეს დღესასწაული ამას განასახიერებს ყოველივე რაც უკვე გითხარით, მაგრამ ეხლა მე მინდა გითხრათ თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებზე და იმ დიდ საიდუმლოზე, რომელსაც ეს დღესასწაული ჩვენ სინამდვილეში გვიმხელს. ნახეთ, როგორი სახარება იკითხება ამ დღესასწაულზე, რომ მაცხოვარის ერთ-ერთი ქადაგებისას, როდესაც ის მართას და მარიამის სახლში ზის და სიტყვას ამბობს, ერთი ქალი წამოდგება ფეხზე და იტყვის, რომ ნეტარ არის მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. და მაცხოვარი პასუხობს, რომ არამედ ნეტარ არის, რომელმან ისმინოს სიტყვანი ჩემი და დაიმარხოს იგი. ნახეთ, მაცხოვარი ყველა ადამიანს, ვინც კი მის სიტყვას მოისმენს და დაიმარხავს, ანუ მიიღებს, უტოლებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ხვდებით რაზე არის ლაპარაკი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თანასწორი ხდება ადამიანი, რომელიც ღვთის სიტყვის მიმღებელი და დამტევნელია თავის თავში. რატომ? იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ფიზიკურადაც მიიღო და ეს მართლა ფიზიკურად მოხდა, რომ ის დაორსულდა და მართლაც შვა, ვაჟი და ღმერთკაცობრივი იყო ეს და საიდუმლოებითია ეს მისი შობაც, რა თქმა უნდა, ქალწულების და დაურღვევლად, მაგრამ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს როგორ შეგვიძლია ამ ყოველივესი მიღება და ღვთის სიტყვის მიღება და დატევნა როგორ შეგვიძლია. აი ესე შეგვიძლია, ჩემო ძვირფასებო, რომ მე გეტყვით, რომ თითოეული თქვენგანი ხართ ტაძარნის სულისაც მიდისა. თითოეული თქვენგანი, რომელსაც ეს სხეული, ადამიანური სხეული გმოსავთ, იცოდეთ, რომ ტაძარი ხართ, რომელსაც შეგიძლიათ მიიღოთ ღვთის სიტყვა, ანუ იესო ქრისტე. მიიღოთ პირდაპირი მნიშვნელობით და ფიზიკური მნიშვნელობით, როდესაც თქვენ ეზიარებით და მიიღოთ სულიერი მნიშვნელობით, როდესაც თქვენ აი ამ მოძღვრებას ეზიარებით და ამ მოძღვრებას გადასცემთ. პირდაპირ შედარებულია ტაძართან ადამიანი და რატომ? იმიტომ რომ ტაძარი რას განასახიერებს? ტაძარი რა ადგილია? ტაძარი გახლავთ ადგილი, სადაც ჩვენი შეხვედრა ხდება ქრისტესთან. არა ისე როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ტაძარში რომ მოვდივარ და შეხვედრა ხდება ვიღაცა ადამიანთან, რომელიც მეკაქანება მთელი წირვის განმავლობაში და არც მოსმენას ხან მე არ ვაცლი და ხანის არ მაცლის რაღაცის მოსმენას. არა, ტაძარი არის ადგილი, სადაც შეხვედრა უნდა მოხდეს ქრისტესთან და უნდა მოხდეს პირდაპირი ფიზიკური გაგებითაც, აგერ მაგალითის სახეზეა ბარძიმიდან ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარებენ პატარა ჩვილს და ასევე სულიერი თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ეს არ გადაიქცეს შენთვის მექანიკურ ქმედებად, თუ შენთვის ლიტურგია არ იქნა ცოცხალი სხეული, თუ შენთვის ეს ყველაფერი სიცოცხლით სავსე არ არის და სიხარულით არ გავსებს ეს ყოველივე, მაშინ ეს მკვდრად გადაიქცევა, როგორც მანქანას რომ მართავს ან ველოსიპედს ადამიანი რომ არ ფიქრობს, როდის უნდა დაატრიალოს, როდის უნდა გადართოს. ეს ხომ ყველაფერი რაღაცა არ არის სიცოცხლესთან ასოცირებული, ეს არის მექანიკური მოქმედება, რომელიც შეუძლია რობოტსაც გააკეთოს. და არიან უკვე ასეთი რობოტები. ამიტომაც ლიტურგია შენთვის სიცოცხლეა. შენ ხარ ტაძარი სულისაწმინდისა. და აი ამ ტაძარში ეხლა ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ რა უნდა ხდებოდეს და როგორ უნდა ხდებოდეს. ისევე როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა პირველი ტაძარი, ასევე თითოეული ჩვენგანიც უნდა გავხდეთ და ნახეთ პირველი თვისება აი ამ ტაძრისა, ნახეთ რა არის, რომ სად ხდება ღვთისმსახურება, ტაძრის გარეთ თუ ტაძრის შიგნით? შიგნით, რა თქმა უნდა. ღმერთის ძიება, ღმერთთან შეხვედრა სად ხდება? ტაძრის გარეთ თუ ტაძრის შიგნით? შიგნით, რა თქმა უნდა. ამიტომაც ღმერთი სადღაცას საძებნელი კი არ აქავთ. აი აქ შიგნით აქავთ თითოეულ თქვენგან საძებნელი. იმ გულის ბნელ კუნჭულებში ყავთ საძებნელი, რომელიც ჯერ არ გაგინათებია საფრთხო ნათლით. და აი ამ ნათელს ელოდება შენი სხეული, როდის განათდება, რომ ღმერთს აღმოაჩენ შენში. სადღაცას სხვაგან კი არა. სადღაცას იმის ძებნას კი არ დაიწყებ, სადღაცას რომელიღაცა ხაც მირონი წამოვიდა და იქ უნდა ჩავიდე. ან ვიღაცა კარგად ლოცულობს და ის განკურნავს. აი აქ არის ეს ყველაფერი. შენ შიგნით არის ეს ყველაფერი და მასთან შეხება და მასთან შეხვედრა შენ უნდა შეგეძლოს. როგორ ადამიანო იცით? გონების მოხმოდებით და ფიქრით. ფიქრით, იმიტომ რომ შენ ხარ გონიერი ადამიანი, რომელსაც ფიქრი შეგიძლია და აზროვნება შეგიძლია.
აი გადავერთვები ახლა დღევანდელ სახარებაზე. ნახეთ, კაც დიდი მოსავალი მოვიდა და თქვა, რომ არ დაეტევა ეს ჩემი მოსავალი ახლა ამ ბეღელშიო და მოდი უფრო დიდ სავაშენიო. და დავაბინავებ ამ მოსავალს და ვიტყვიო, რომ ყველაფერი მაქვს, ჭამე, სვი, იხარე, კარგად იქნება და ღმერთი ეუბნება უგუნურო ამაღამ მიიღებენ მაგ შესულს, ამოგართმევენ მაგ სულს და ვის დარჩება ეს ყველაფერი. ნახეთ რა პატარა იგავია რა, პატარა მარტივი იგავია. და ადამიანს მიმართავს რომ უგუნურო. როგორ ფიქრობთ თქვენ რა არის ამ ადამიანის უგუნურება? უფრო დიდ ბეღელს რომ აშენებს? არ დაიჯეროთ ეს. თანამედროვე სამყაროში ახლა ჩვენ აქ შეიძლება არ ვართ ვიღაცა დიდი ქონების მქონე ადამიანები, მაგრამ რაც გვაქვს და როგორც გვაქვს, დაბინავებული გვაქვს ყველაფერი. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. ამაზე მეტი თუ გაგიჩნდება, შენ ვალდებული ხარ ისიც უნდა დააბინაო. მოსავალს მიიღებ თუ ფინანსურ შემოსავალს მიიღებ, უნდა დააბინაო, რა თქმა უნდა, ქუჩაში არ დატოვებ ამას ყველაფერს. არ გაანია, ეს უგუნურებაც იქნება, რომ გაანიაო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანი რატომ არის უგუნური, ღმერთი ამას რატომ ეუბნება? იმიტომ რომ მოფიქრალ და მოაზროვნე ადამიანს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს. ასეთი რამ არ უნდა უთხრას მან საკუთარ თავს, რომ ჭამე, სვი და იხარე. იმიტომ რომ ეს შენზე არ არის მთლად დამოკიდებული. რაღაცა თუ მოგეცა წყალობით, აი ახლა ჭამე, სვი და იხარე არ არის შენზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ხვალინდელი დღე დგება თუ არ დგება, შენთვის ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილი. უბრალოდ შენ ვერ წყვეტ ამას, თორე გადაწყვეტილი შეიძლება სადღაცა სხვაგან იყოს. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, მისი უგუნურება იმაში კი არ არის, რომ უფრო დიდი ბეღელი უნდა ააშენოს. მისი უგუნურება იმაშია, რომ ის არ ფიქრობს ამ ყოველივეზე, საიდან და როგორ მოვიდა ეს და როგორ უნდა გაანაწილოს ეს ყველაფერი. ამიტომაც რითიც დავიწყე კვლავ იმ თემას და ამ ორ თემას ერთდროულად შევეხები, რომ ტაძარი ხარ სული წმინდისა, ფიქრი გმართებს და არ გეგონოთ თქვენ, რომ შეცდომა მხოლოდ მაშინ აქვს ადამიანს, როდესაც სხვის წინაშე ცოდავს, ან თუ სხვასაც ყენინა, ან სხვის წინაშე რაღაცა ჩაიდინა. აი ნახეთ, ადამიანი საკუთარ თავს ელაპარაკება და იქაც იმხელა ცოდვა ჩაიდინა, რომ ღმერთმა უთხრა, რომ ამაღამვე მოკვდებიო. რატომ? იმიტომ რომ საკუთარ თავთანაც დიალოგში კი ადამიანმა შეიძლება ესეთი უგუნურება ჩაიდინოს. ამიტომაც წერია მეოთხე ფსალმუნში: რა ითქვათ გულთაშინა თქვენთა სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ. იმიტომ რომ მსგავსი აზრი შეიძლება ყველას მოუვიდეს. სულ ყველას შეიძლება არ ვარ ჩვენ გამონაკლისი ცოდვით დაცემულები ვართ ყველანი და სულ ყველას შეიძლება მსგავსი რაღაცა წარმოსახვა აზრი მოუვიდეს, რომ მე ხვალ ამას ვიზამ და ზეგ ამას და არა, ასე უნდა იფიქრო, ასე უნდა იაზროვნო, რომ თუ ეს ღვთისნება შეთანხმებული უნდა კონდეს ეს ყველაფერი ღმერთთან, მის სჯულთან, წმინდა წერილთან, გარდამოცემასთან, შეთანხმებული უნდა კონდეს თითოეული შენი ქმედება, თითოეული შენი ნაბიჯი, იმისთვის რომ არ გითხრან, რომ უგუნურო, რას აკეთებ. და რომ ეს არ გითხრან, ამიტომაც ფიქრი გმართებს და ცოდნა გმართებს წერილისა, ანუ საფრთხო ნებისა. როდესაც მეკითხებიან, მამაო, რა არის საფრთხო ნება? წაიკითხეთ წმინდა წერილი და იქ არის თქვენთვის საფრთხო ნება გაცხადებული. მცნება, რომელიც გაფრთხილებად მოგეცა, ის სიყვარულის შეგონება, რომელიც ასევე მოგეცა მოძღვრებად, რომელი მოძღვრებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს. სწორედ ეს გახლავთ საფრთხო ნება. და თუ ეს არ იცი, მაშინ რა თქმა უნდა ასე აზროვნებ, რომ ჭამე, სვი და იხარე, რა გენაღულება? მოსავალი დიდი გაქვს. დაჯდები არაფერი არ გაგიჭირდება მთელი წლის განმავლობაში. რამდენი ჯანმრთელი ადამიანი გინახავთ ასე, რომ უცბად ისე წასულა, რომ არავინ რო არ ელოდა. ვაიმე, არაფერი არ სჭირდა და აი ესე უცბად რაღაცა დიდი ტრაგედია დაადგა. ხომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ირგვლივ ხომ ხდება ასეთი რამ. ამიტომაც, ჩემო ძვირფასებო, ტაძარნი ხართ სულისაწმინდისა. ამ ტაძარში შიგნით აღესრულება ყოველთვის ღვთისმსახურება და თქვენ შიგნით უნდა იპოვოთ დიალოგს, როდესაც გამართავთ საკუთარ თავთან, გახსოვდეთ ერთი რამ ყოველთვის, რომ იქ შიგნით კიდევ არის ვინც უსმენს ამ შენს დიალოგს და ის ვიღაც ღმერთია სინამდვილეში და მასთან თუ კი არ შეათანხმებ ამ ყოველივეს, რასაც შენ მომავალში გეგმავ, ან წარსულში მონანიებას აპირებ თუ არ აპირებ, იცოდეთ, რომ ამის და მიხედვით გეწოდებათ მე ან გონიერი და ან უგუნური ადამიანი. ამიტომაც გაფრთხილდით და იფიქრეთ ამაზე, რომ
ჩემს თავთან საუბრის დროს არაფერი გამომრჩეს ისეთი, რასაც არ შევათანხმებ ჩემში მყოფ ღმერთთან. და ეს ჩემში მყოფი ღმერთი გახლავთ იესო ქრისტე, იმიტომ რომ ტაძარნი ვართ სულისაწმინდისანი, ვეზიარებით მის წმინდა სისხლსა და ხორცს და სადაც არის ძე, იქ არის მამა და სულიწმინდა. ასე რომ სამების დამტევნელი ვართ თითეული ჩვენგანი, თუ კი ამას ვაცნობიერებთ ხოლმე. მაგრამ როგორ ვაცნობიერებთ, ეხლა ამაზეც უნდა გითხრათ, შეიძლება დაგღალეთ, მაგრამ ძალიან მოკლედ. ჩვენ ხო ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ. 60-ში იყო მოცემული მცნება. ყველა ხისგან ჭამეთ, ამ ხისგან არ ჭამოთ. ადგნენ და იმ ხისგან შეჭამეთ. ხო ესე იყო? ეხლა წირვაზე გამოდის ხელი და ამბობს: მიიღეთ და სჭამეთ, რამე თუ ესე არის. მოგიწოდებს ქრისტე, რომ მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი. სვით ამისგან ყოველთა ესე არის სისხლი ჩემი თქვენთვის განტეხილი. აკეთებთ ამას. რა ინტენსივობით, რა სიხშირით და როგორ აკეთებთ ამას? აი ეს ყველაფერი უნდა იფიქროთ ამაზე და იკვლიოთ ამის შესახებ, რომ როგორ ეს თქვენთვის საკურნებლად არის თუ არ არის ყოველივე, რასაც თქვენ წყვეთ ხოლმე, გადაწყვეტილებას ღებულობთ, რომ მე ისეთი ცოდვილი ვარ, ახლა ზიარება არ მეკუთვნის, ან ეხლა ისე, თუმცა როცა ვეზიარე, ესე იგი მაშინ წმინდანი გახდი და ამიტომ გაზიარეთ? არ დაიჯეროთ ეს. ზიარების ღირსი ადამიანი ჯერ არ დაბადებულა ამ ქვეყანაზე. თუ კი ვინმე ეზიარება, იმიტომ კი არა რომ ღირსი გახდა. ღმერთმა მოწყალება მოიღო და აზიარა ეს ადამიანი ღვდლის ხელით. ღვდლის ხელით, თორემ ღვდელმა კი არ აზიარა. ამიტომაც ნუ ღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებებს. ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ქრისტიანს დაადოს ეკლესიამ, ეს არის უზიარებლობის კანონი. როდესაც ქრისტიანს ეუბნებიან, შენ ხარ უზიარებლობით დასჯილი, ღმერთმა დაგიფარო. ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს. და რატომ იისჯით თავს ხშირ შემთხვევაში ამ უზიარებლობით? აქ ხართ, გახართ, მარხულობთ თუ ვერ მარხულობთ თუ როგორც იქცევით, მიდით მოძღვართან და ერთად გადაწყვეტეთ თქვენი ცხოვრება და ნუ იქნება თქვენი რაღაცა ერთპიროვნული გადაწყვეტილება ამაში, როდის ეზიარო და როდის არ ეზიარო. იმიტომ რომ კიდე გაგიმეორებ, არ ჭამოთო რაც უთხრეს, ის ხო შეჭამეს ადამიანებმა. ახლა ჭამეთო ეუბნებიან, ამას არ ჭამეთ. იფიქრეთ ამაზე. დაგლოცოთ ღმერთმა, მშვიდობა მოგცეთ.